მართლა მნიშვნელოვანია თუ არა ხილი და ბოსტნეულის გარცხვა სამშოჭამთ. მთავარი აზრი რატომაც ვრეცხავთ ხილს და ბოსტნეულს არის, რომ მექანიკური ჭუჭყი რომ მოცილდეს, რა თქმა უნდა, ეს ერთი და მეორე არის პესტიციდები. პესტიციდები არის ნივთიერება, რომელსაც კომერციულად ბაზარზე რაც არის 90% ხილს და ბოსტნეულზე იყენებენ პესტიციდებს, რათა ეს მწერები არ დაესივნონ და მწერების საწინააღმდეგოა მოკლედ რა, რომ არ შეჭამონ მწერებმა. ანუ 90% ესეთ პროდუქტს აქვს პესტიციდები. და ასე კვლევებით დადასტურებულია, რომ დაახლოებით 80% ამ პესტიციდებისას კარგად გარეცხვა აცლის. ეხლა ვიღაცა იტყვის, რომ რა აქვს პესტიციდი, შევჭამ არაფერი არ მომივა. შეიძლება ეგრეც იყოს, ან მოკლე ვადაში დიდი ისეთი ეფექტი არ აქვს, რასაც თვალით დაინახავ, მაგრამ არის მნიშვნელოვანი კავშირები, კვლევები არის, ეს პესტიციდები იწვევს რისკს ზრდის ყოველ შემთხვევაში ნეიროდეგენერაციული დაავადებების, მათ შორის პარკინსონის დაავადების და სიმსივნეებისაც. არის კვლევები, რომლის მიხედვითაც ეს ორგანული საკვები, ორგანულ ხილს და ბოსტნეულს ვინც ჭამს, ისინი მათ 25%-ით ნაკლებად ემართებათ სიმსივნეები, ამ სიმსივნის რისკთანაც კავშირშია. ეს რა თქმა უნდა არა პირდაპირი კორელაციაა და ვერ ვიტყვით რა პესტიციდები პირდაპირ სიმსივნეს აჩენს თუ არა, მაგრამ რაღაცა კორელაცია არსებობს. ამიტომ ადამიანმა ეს რისკი რომ თავიდან აიცილოს, სასურველია რომ ჭამის წინ კარგად გააცლოს ხილი და ბოსტნეული.